ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. საქართველოს ისტორიის გაკვეთილები. საქართველოს მეფე გიორგი პირველი. მეორე ნაწილი. 1020 წლის ზაფხულის თვეში ეგვიპტის უზარმაზარი სასულთნოს დედაქალაქ კაიროში საქართველოს სამეფოს ელჩთა დელეგაცია ჩავიდა. მეფე გიორგი პირველის წარმომადგენლები ეგვიპტის მბრძანებელს, ფატიმიანთა ძლევამოსილ სულთანს ალ-ჰაკიმს ეახმნენ. სულთანს ქართველი მეფისგან უჩვეულო და გრანდიოზული შეთავაზება ჰქონდა. გიორგი პირველი ახალგაზრდა, მაგრამ გამბედავი და ამბიციური მონარქი, ბიზანტიის იმპერიის წინააღმდეგ ფართო კოალიციას ქმნიდა. ის კარგად ხედავდა, რომ ბასილი კეისრის გაძლიერება მთელ რეგიონს საფრთხეს უქმნიდა. თუ ბიზანტიის ესპანსია არ შეჩერდებოდა, მალე აღმოსავლეთის ყველა სამეფო იმპერატორის ჩრდილქვეშ აღმოჩნდებოდა. საქართველოს გარშემო გიორგი მეფემ უკვე გააერთიანა სომხური სამთავროები, მოიპოვა ჩრდილო კავკასიის მხარდაჭერა და თავის მხარეზე დაიყენა ცოტა ხნის წინ განმდგარი კახეთ-ჰერეთის სამეფოც. ახლა მას მხოლოდ ერთი ძლიერი მოკავშირე აკლდა ეგვიპტე, რომელიც იმხანად ფატიმიანთა ძლევამოსილი დინასტიის ხელში იყო. ელჩებმა სულთანს გიორგი მეფის გეგმა წარუდგინეს. გეგმის თანახმად საქართველოს ჩრდილოეთიდან დაესხმოდა იმპერიას, ხოლო ფატიმიანთა არმია სამხრეთიდან სირიის მიმართულებით მიიტანდა იერიშს. ორი ფრონტიდან განხორციელებული ერთდროული შეტევა იმპერიას აიძულებდა თავისი ძალების გაყოფას. გიორგი მეფის სტრატეგია ძველ წესს იმეორებდა: დაყავი და იბატონე. სულთნის სასახლეში ქართველმა ელჩებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. ბიზანტიის წინააღმდეგ კოალიცია იკვრებოდა. რასაკვირველია, ქართულ ელჩთა მიმოსვლა ახლო აღმოსავლეთში არც ბიზანტიელ მცხოვრებს გამოჰპარვიათ. ბასილი კეისარმა გიორგისა და ალ-ჰაკიმის დაახლოების შესახებ მალევე შეიტყო, გაიგო მოსალოდნელი კოალიციის ამბავიც და დაუყოვნებლივ დაიწყო მოქმედება. მაგრამ ბასილს თავისი მეთოდები ჰქონდა. 1021 წლის თებერვალში ალ-ჰაკიმი ჩვეულებისამებრ ღამით სასახლიდან გავიდა, მაგრამ უკან აღარ დაბრუნებულა. თითქოს მიწამჩაღლაბა არსებობს მოსაზრება, რომ სულთანი კეისრის მიერ გაგზავნილმა ჯაშუშებმა გაიტაცეს და მოკლეს. მალე გიორგი მეფის ჯერიც დადგა. კონსტანტინოპოლიდან საქართველოსკენ დიდი ლაშქარი დაიძრა. ქართველებს ამ წლების განმავლობაში არაერთხელ მოეგერიებინათ ბიზანტიის სადამსჯელო რაზმები. თუმცა ამჯერად განსაკუთრებული შემთხვევა იყო. საქართველოსკენ თავად 60 წელს გადაცილებული იმპერატორი ბასილი მეორე წამოემართა. მის გვერდით იყო მისი სახელგანთქმული ვარანგელთა გვარდია, იმ ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და შეუდრეკელი სამხედრო ნაწილი. დაუკლარჯეთში შეჭრისთანავე გიორგი მეფე ტაქტიკურად იხევდა უკან. ქართველები გზად სოფლებსა და დასახლებებს წვავდნენ, მოსავალს იღებდნენ, წყალს წამლავდნენ, რათა ბერძნული ლაშქარი გამოეფიდათ. მიუხედავად ამისა, ბიზანტიური არმია სწრაფად მიიწევდა წინ. პირველი შეტაკება ჩილდირის ტბასთან, შირიმნის ველზე მოხდა. ბიზანტიური ვარანგელთა ნაწილი ქართულ ავანგარდს დაუპირისპირდა. პატარა შეტაკება მალევე გადაიზარდა ფართო მასშტაბიან ბრძოლაში. ორივე მხარე სულ უფრო მეტ ძალას რთავდა შეტაკებაში. ერთ მომენტში ქართველებს მნიშვნელოვანი უპირატესობა მოეპოვა, მათ რამდენჯერმე მოახერხეს ბერძნული ნაწილის უკან დახევა. ამ წარმატებამ გიორგი მეფე გაათამამა. მან გადაწყვიტა ტბის შემოვლით თავისი ცხენოსანი რეზერვი ტრის ზურგში მოექცია და საბოლოო დახმა მიეღებინა. კავალერია მართლაც დაიძრა ტბის შემოვლით, თუმცა მანევრის განხორციელება მოსალოდნელზე მეტხანს გაგრძელდა. ამასობაში ბიზანტიელებმა კონტრშეტევა წამოიწყეს. ბასილი მეორე ბრძოლაში თავისი მთავარი ძალებით ჩაერთვა და ქართველებს ფლანგებიდან შეუტია. ბრძოლის ველზე ავანგარდის მეთაურები რატი ბაღვაში და ხულსე ერისთავი დაეცნენ. მათი სიკვდილით ქართული რიგები შეირღა, ბრძოლის ხაზი დაირღვა და ამ არეულობის ფონზე ბერძნულმა კავალერიამ ქართველები გადათევა. გიორგი მეფე იძულებული გახდა ბრძოლა შეეწყვიტა და უკან
ჩრდილოეთისკენ გაბრუნებულიყო. მოახლოებული ზამთრის გამო ბასილიმ ტაო დატოვა და ტრაპიზონში დაბანაკდა. მიუხედავად მარცხისა, გიორგი მეფე არ დანებდა. ის აგრძელებდა ძალების მოკრებას, ახალ ლაშქარს აყალიბებდა და იმედს არ კარგავდა, რომ დაკარგულ მიწებს უკან დაიბრუნებდა. დროის მოსაგებად მეფემ დიპლომატიაც გამოიყენა. საკუთარი კავშირები აამოქმედა და ანატოლიაში ბიზანტიის წინააღმდეგ აჯანყება გააღვივა. ბასილი მეორე ამჯერადაც ერთი ნაბიჯით წინ აღმოჩნდა. კეისარმა შეთქმულთა გეგმა მალევე შეიტყო, აჯანყების მეთაურები შეიპყრო და სიკვდილით დასაჯა. მთავარი აჯანყებულის მოჭრილი თავი კი გიორგის გამოუგზავნა. 1023 წელს კიდევ ერთი ბრძოლა მოხდა ბასილისა და გიორგის შორის. ქართული მხედრობა მოულოდნელად დაესხა თავს იმპერატორის სამხედრო ბანაკს. როგორც შირიმნის ველზე, ქართველებმა აქაც მოიპოვეს უპირატესობა, მაგრამ ბრძოლამ მალევე სხვა მიმართულება მიიღო. ბასილი მეორე თავისი მრავალწლიანი სამხედრო გამოცდილებით სწრაფად მოერგო სიტუაციას. რიცხოვნებით უპირატესმა ბიზანტიურმა ლეგიონებმა ქართველთა შემოტევა მოიგერიეს და გამარჯვება კვლავ კეისარს დარჩა. საქართველო ბიზანტიის იმპერიასთან ომში დამარცხდა. გიორგი მეფე იძულებული გახდა ზავის პირობებს დათანხმებოდა. ტაო-კლარჯეთი ისევ ბიზანტიას დარჩა, ხოლო მეფის მემკვიდრე ახალგაზრდა ბაგრატი 3 წლით ძევლად გააგზავნეს კონსტანტინოპოლში. მიუხედავად შედეგისა, მეფე გიორგი არ შეეგუა მარცხს და რევანშისთვის მზადება დაიწყო. ამ მხრივ, პირველ რიგში ყურადღებას იმსახურებს 1025 წელს ბიზანტიაში მომხდარი ბასილი კეისრის წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყება. გიორგიმ ნიკიფორე კომნენოსთან ერთად იმპერატორის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ შეთქმულება გამომჟღავნდა და კომნენოსი დამარცხდა. უკვე ხანში შესული იმპერატორი იმავე წელს გარდაიცვალა. ამ ამბავმა მეფე გიორგი კიდევ უფრო გააგულიანა და ახალი ძალების შეკრება დაიწყო ბიზანტიის წინააღმდეგ. თუმცა მეფეს არ დასცალდა. 1027 წელს 30 წელს მიუღწეველი მეფე გიორგი მოულოდნელად გარდაიცვალა. მან მხოლოდ 13 წელი დაჰყო სამეფო ტახტზე, თუმცა მაინც ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფიგურად რჩება ქართველ მეფეთა პანთეონში, როგორც გამჭრიახი, მტკიცე და შეუდრეკელი მმართველი. გიორგი პირველის წინამორბედი თუ მომდევნო მეფეები დავით აღმაშენებლამდე სიამაყით ატარებდნენ ბიზანტიის იმპერატორთაგან ბოძებულ საპატიო ტიტულებს, ერთადერთი გამონაკლისი თავად გიორგი იყო. მან თითქმის მთელი თავისი მეფობა და ძალღონე ბიზანტიის კეისართან ბრძოლას შეალია.